საკმაოდ რთული და დაძაბული თამაში გამოვიდა. რაც შეეხება პირველ სათამაშო ტაიმს, ოთხივე იერიშებში ჩაიარა, თუმცა იყო ძალიან ბევრი პრობლემები, ბევრი შეცდომები იყო, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, არც ერთ ვინც არ მისდიოდა თამაში. თუმცა მოახერხეთ და შევძელით და პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიტანეთ. ხოლო უშუალოდ რაც შეეხება მეორე ტაიმს, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში. იყო მომენტები ორივე მხრიდან, უპირატესობა ბურთის ფლობის უფრო მეტად საბურთალოს გუნდს ჰქონდა. როდესაც რა მომენტში სწორედ მოახერხეს მათ გათანაბრება, ხოლო რაც შეეხება უკვე მეორე ბურთს, მოიხსენებათ რომ ჩვენ უკვე სამი შეცვლა გაკეთებული ჰქონდა, სამწუხაროდ სამივე შეცვლა იძულებითი იყო ჩვენი მხრიდან და არა ჩვენს მიერ გადაწყვეტილი და აქედან გამომდინარე მოგვიწია ის რომ კარებში მეკარის მაგივრად ფეხბურთელი დადგა, რა დროსაც უკვე მეორე ბურთი მივიღეთ კუთხურიდან. მე ვთვლი რომ საკმაოდ კარგი და საინტერესო თამაში იყო, თუმცა გულდასაწყვეტია, როდესაც ესე თამაშს წააგებ, პირველ ტაიმს იგებ, ხოლო უკვე მეორე ტაიმში ორ გოლს უშვებ, თუმცა ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ თამაში გამოვასწორებთ იმ შეცდომებს, რაც დღეს იყო და მოვახერხებთ შემდგომ თამაშებში გამარჯვებას და წარმატების სულას.